საქმე იმაშია, რომ აი მე დავთანხმდი ამ ინტერვიუზე ერთადერთი მიზეზის გამო. ეს მიზეზი არის, რომ უბრალოდ მინდა ყველაფერს დავარქვა თავისი სახელი. მე ყველანაირი აგრესიის წინააღმდეგი ვარ. ყველანაირი ძალის გამოხატვა. მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ, როდესაც პოლიციას ვასესვიან. წინააღმდეგი ვარ, როდესაც აი პოლიციას რაღაცას იმას რო ესვიან, რაღაც შუშხუნებს, შაშხანებს თუ რაღაცებს. წინააღმდეგი ვარ ყველა კანონ დარღვევაზე. მაგრამ ასევე წინააღმდეგი ვარ, ჩემო კარგებო, როდესაც ადამიანის ელემენტარული უფლებები ირღვევა. აი ხა იმ დღეს მე გადმოვდიოდი ქუჩაში დავინახე იქიდან მანქანა მოდიოდა, პატარა მანქანა იყო, უკან მოზევდა პოლიციის მანქანა. ხო და გააჩერე მარჯვნივ უნებოდა. ნუ გააჩერა, მე არ მაინტერესებდა ეს თემა და გადავედი მეორე მხარეს, სუდაც ვიყავ. შევედი გამყიდველთან, პური გამოვართვი, რაღაც ხალხ დამალევინა, გამიარა, გადმოვედი უკან და დავინახე. აი ხა ამ სცენაზე აი მხოლოდ მაგის მერე ჩავერი. დავინახე, ამ მანქანაში ზის ბავშვი, საწყალი კივის, განწირული ხმით პატარა ბავშვი, ქალბატონი, რომელიც უფრო მაგრა რა თქმა უნდა კივის და ახალგაზრდა კაცი გაკოჭილი და ესე ეკაჩებდა. თან ეს კაცი როგორც ვატყობ, აი წინააღმდეგობა კი არ უთხრავს ეს კაცი იმათან რაღაც თავს იგე. არა, უბრალოდ ყოჭავენ რა. და მივედი უბრალოდ შვილებს გებიცები ყველანაირი იმის გარეშე, აი ნიშნის გების და უბრალოდ მივედი შვილმეთქი. არ ჯობიამეთქი, რაც გინდათ ამ კაცს ესე რო აწვალოთ მეთქი. კითხეთ და აუხსენით, რისთვის დაიჭირეთ. რატო დაიჭირეთ? იქნება გაიგოს ყველაფერი. ხო ხედავთ, არ გეწინააღმდეგებათ. ის ქალბატონის დააშვილე და ის ბავშვის დაამშვიდეთ მეთქი, თორემ ცუდია მეთქი ეს საქციელი. შენ ვიგეკითხებაო. ნუ შენ კი არა თქვენ მეთქი ალბათ, მაგრამ საქმე იმაში რომ მე ხალხი ვარ მეთქი. და ხალხს კიდე თავისი უფლებები და თავისი რაღაც აქვს და ცოტა ხანში, ძალიან ცოტა ხანში ნახავთ რომ ეს ხალხი ყოფას გიტირებს მეთქი. ხო და ეს ფილმი რო არის სხვისი შვილებში თუ გახსოვთ დეიდა ნატოს რო სიმპათიური რო უწოდა ესევე გაიგო ამანაც ალბათ რომ ყოფის ტირება ყოფილა შეგინდება და რატო შემაგინდება და დამეტა ეგეც დანარჩენების მიგრიხეს მოგრიხეს და აღარ მახსოვს მე რაღაცა დატრიალდა ყველაფერი და სრულად გავხდი რა ბატონო ამის მერე როგორ უნდა იგრძნო ადამიანმა თავის იმათ რა ქვია რომ ქვეყანაში ვცხოვრობ ბატონო ბატონო ნებისმიერ შემთხვევაში თუნდაც გაცხარებულ მომენტში ადამიანი შეიძლება წამოწდეს რაიმე სიტყვა თუნდაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ რა თქმა უნდა პასუხი უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული როგორც მინიმუმ ჯერ მათ უნდა მოგიწოდონ თქვენ სიმშვიდისკენ მეორეც თქვენ ახლა პატარა ბიჭი ნამდვილად არ ბრძანდები და ახალგაზრდა კაცი რო რაიმე საფრთხის განცდა გაუჩნდეთ უცბად ხო ყველამ დავინახეთ პარკით ხელში პროდუქტებით გადმოდიოდით ქუჩაზე მეც გიცნობ თქვენ ახლოს ცხოვრობ და ვიზუალურად მაგ არაერთხელ შემიმჩნევი ხართ და თქვენ რო ახლა რაღაც განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენდით არათუ პოლიციისთვის, არავისთვის, ყველასთვის გასაგებია. ამიტომაც მოყვა ამას ასეთი გამოხმაურება, ასეთ არაადეკვატურ აგრესიას პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან, რითაც ეს ადამიანები საკუთარ თავს და ამ ინსტიტუტს, მის ავტორიტეტს უშავებენ. მათ შორის თუნდაც თქვენერი ადამიანების მცდელობის მიუხედავად, თქვენი საუბარი დღეს დაიწყეთ ზუსტად იმით, რომ ჩვენ ერთმანეთისადმი პატივისცემა უნდა გქონდეს. ხადია, მაგრამ პოლიცია პირველ რიგში განცდა უნდა გქონდეს, რომ ჩვენ გვიცავს ადამიანებს და კანონს იცავს. მე მინდა რომ არ მოგაცდინოთ და არ შეგაწყვეტინოთ. და კიდე ერთი უკაცრავად შეგაწყვეტინებს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, აი ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს ინციდენტი ხო დამთავრდა თითქმის ყველაფერი გამომიყვანეს იქ დამეხმარეს იმდან ჯანმრთელობის ამბავში დამალევინეს რაღაცები გამომიყვანეს და ავდექი. მოვიდნენ ეხლა მოდიო დაბრძანდითო მანქანაში. ეხლა მე მოსმენდილიც მაქვს, ვიცი რაღაცები და იმიტომ მანქანაში რა მინდა მეთქი შვილო. აგერა გადასარების კამია. მოდი აქ დავბრძანდეთ და აქ ვილაპარაკოთ მეთქი. არა, გინდა თუ მაგდა მანქანაში. არ დავждები მანქანაში მეთქი. აგერ გინდა ველაპარაკე რამდენიც გაგეხარდება. არცად არ მივდივარ ცხოვრებაში, არცად არ გავწეულვარ არავისგან. და აგერ ჩემი პირადობა, აგერ ჩემი თუ გინდა სურათი გამიღე, ტელეფონის ნომრებსაც მოგცემ და რაც გაგიხარდება, როცა მეტყვი, სადაც მისასვლელი იქნება, მივალ მეთქი იქ.
ნუ ესე იგი, ნახევარი საათი მესწრებოდა ვიღაც ხალბატონი აღმოჩნდა იქა. რომელიც იყო იურისტი. ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა მე მაგ ხალბატონმა. ხოდა იმან ძალიან გასაგებად აუხსნა ამას ეს ბატონიო სწორს გეუბნება. არცად გამქცევი კაცი არ არის და რა გინდათ მაინც და მაინც ეხლა სამართლოში უნდა წავიდე თუ ეხლა ვიქო. რაღაცა უნდა გავარკვიო თურმე. მე ბოროტ მოქმედი უცებრო არ გაიქცეთ რა. მით უმეტეს როდესაც გონება დაკარგეთ და როდესაც დააგჭირდათ პირველად სამეცნიერო დახმარება და სხვათა შორის თქვენი ეს თან მეუნება, უბრალოდ თან მეუნება თქვენო შეურაცხყოფა მიაყენეთ თუ პატრულის თანამშრომელს. ესე იგი მე უთხარი რომ თქვენ ეს ხალხი ყოფას გიტირებ, ყოფის ტირება, ყოფილა დედისგინება აკაურად თუ რა ხდება. რისი ტირილიც არ უნდა იყოს ეს არ არის ის რის გამო შეიძლება პატრულის წარმომადგენელი ასე ეპყრობოდეს რიგით მოქალაქეს რომელიც უბრალოდ კანონის დაცვისკენ მოუწოდებს და ელემენტარული ადამიანობისკენ. სხვათა შორის ამ მხრივ დღევანდელი ეს შემთხვევა და ინციდენტი ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების იქ შემსწრე რიგითი მოქალაქეების თქვენთვის სრულიად უცნობი ადამიანების რეაქციის კუთხით. არა მარტო იმ მხრივ რომ შემდეგ მათ ცადეს რომ პირველად სამეცნიერო დახმარება აღმოეჩინათ თქვენთვის აი მე რამდენჯერ მაგალითად მე ხალხი ვიგზენი რომ ქართველი ვარ და ვიგზენი რომ საქართველოში ზუსტად რა ქალიან კაციანად გამყიდველიან რიგითი გამლელიან პენსიონერებიც იყვნენ აი ახალგაზრდა ბიჭი ეგ წითელი მაისურით როგორც ცდილობს თქვენთან აქტიურობას და სხვა პატრულის თანამშრომლები აკავებენ რომ არ მოუშვან თქვენთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს სოლიდარობის თანადგომის და ერთმანეთის გვერდში დგომის გამოხატულება ეს საქართველოა კი ბატონო ასეთ საქართველო გვინდა ჩვენს ბატონო პატა აღარ დაგღლით გისურვებ ჯანმრთელობას ვიცით რომ თქვენს მიმართ როგორ ჩანს საქმე აღძრეს ამათმა ცხადია ყველანი მითხრეს ამათ და მე ვთქარი მე უნდა აღძრა საქმე თქვენ მე მომაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა და იძალადეთ ფიზიკურად ჩემზე ხო მაშინ მე უნდა გიჩვიდო თქვენ და არა თქვენ იმაზე რომ მე თქვენ გითხარით ხალხი ესე ცუდად მივიქცევით თორე ხალხი ყოფას გიტირებ ყოფის ტირება ანუ ესე იგი ყოფა ადამიანის ცხოვრების პირობები გაგიცვდება ამას ნიშნავს გრამატიკულად ეხლა ისეთი განათლება ალბათ უშლის ხელს ცოტა მაგას მაგრამ რასიზავ სამწუხაროდ ასეა მაგრამ უკეთესის იმედით განსაკუთრებით იმ ადამიანების გამოხმაურების და გვერდში დგომის და ასევე თქვენ იცით რომ საზოგადოებრივი რეაქცია ამაზე არის და კიდე ერთი რაღაცა აი ძალიან პატრიოტებს შვილებს გეფიცები მართლა იმიტომ კი არ გეუნებით რომ იმიტომ აი ალალი გულით გეუნებით და რა მაინტერესებს იცით კაცი შვილი არავინ აი ამა ეს დაფიქსირდა ის დაფიქსირდა ეს მე არ მივაქციე იმან მიაქცია და მაგრამ არავინ არ იძახის რაკნას ეს ხალხი შემწუხდით შემოკარგო აღარ ვიცით იქიდან ნაცები ისინი რაღაცა აქ ყოფა გვიქით ხო ვაფშე არ ვიცი რა ეს ამათი იმედით მე მთელი არჩევნები მთელი რაღაცა იქ ვიყავით დედიან ბუდიან ზაგნიან ქართველად იქ ვიყავით უკვე როგორ მე ის გაგვეშ ეხლა იგივე რაღაცა რა უბედურებაა რა ვჭირ ამიტომ რაც ვამბობ ვიცით აუცილებლად ისევე თქვენაირმა ხალხმა ტელევიზიებმა აი ესეთი უბრალო გააკეთეთ რაღაცა სახალხო მოძრაობა რომელიც რაც ითხოვს კანონიერებას მეც არაფერს და არავის იმის თავრობის მოსვლას და ამ ყველა თავრობას რა მნიშვნელობაა კაცო გაჩაატარეთ წესიერად არჩევნები მართლა წესიერად მე ვინც გინდა ის აიჩენს იმას ჟორას მოწონს ჟორა არჩევს ჟორას პეტრეს მოწონს პეტრე არჩევს პეტრეს მაგრამ ჩვენ რა ვქნათ ამასობაში უბრალო ხალხმა რა ვქნათ უნდა ვქნათ ის რასაც თქვენ შვებით და თქვენსავით კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი არ ერიდება ხმის ამოღებას იქ სადაც ეს საჭიროა და რაც უფრო მრავლად ვიქნებით ასეთები მით უფრო მალე დადგება კარგი შედეგი ქვეყნისთვის და მათ შორის იმ პატრონის მერტმა გისმინოს შემოკარგო მერტმა გისმინოს მაგრამ აი ესე თუ გაგძელდა როგორ დღეს ხდება აი მე ვამბობ ყველგან რა შედეგი არ გვეცნობს